შენს კლინიკურ პრაქტიკაში ყოფილა თუ არა ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, რომელსაც მაგალითად შინაგანი ორგანოები ჰქონდა ცემისგან დაზიანებული და მასზე ოპერაცია ჩაგიტარებია. სამწუხაროდ ხდება ეგეთი რაღაცები. და ესენი მშობლების ძალადობის მსხვერპლი თუ თანატოლების თუ ორივე მშობლისაც ყოფილა. Ოლი არა, იმდენი საშინელება ხდება მართლა, იმდენი, რომ წარმოუდგენელია უბრალოდ და აი ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ვინც ამ საქმეში არ არის ჩახედული, მისთვის არის წარმოუდგენელი რა. აი, ეხლა მე რაღაცას რო ვყვები, მოგიყვები ვთქვათ რაღაცა დაუჯერებელ სისასტიკეს ბავშვის მიმართ, ხო? კი, მომისმენ, გჯერა ჩემი, ეხლა ვიცი რომ გჯერა, ეხლა ყველა ხوار მეკითხები, გჯერა და გინდა რომ ჩემი აზრი მოისმინო, მაგრამ სადღაც შენი ცნობიერება ამას არ დაუშვებს. შენ ნორმალური ფსიქოლოგიის ადამიანი ხარ, ნორმალური ფსიქიკა გაქვს და შენი ფსიქიკა ვერ დაუშვებს, რომ მამამ შეიძლება გააუპატიუროს თავისი 5 წლის შვილი. ყოლია ასეთი პაციენტი. კი. ამას ვერ დაუშვებს. ეხლა კი მეთანხმები და გჯერა, რასაც გიყვები, მაგრამ შენი ცნობიერება ამას არ იჯერებს. ზოგადად, რაც უფრო დაბალია საზოგადოების განვითარების დონე და განათლების დონე, ასეთი ფაქტები, ძალადობის ფაქტები უფრო მეტია. ჩვენ რეალობაში ცხადია, რომ ეს ყველაფერი იმალება, საზოგადოებაში იმალება, უგულისხმობ და არა, ცხადია კლინიკაშიც ვერ დაიმალება, რომ ვითომ ჩვენთან ეს არ ხდება.